ბატონი გიორგი სინჯიკაშვილის პროექტის ფარგლებში ქალაქ რუსთავში ტარდება გაერთიანებული ვარჯიში, რომელიც მოიცავს მთლიანად ქვემო ქართლს. ქვემო ქართლში მოგეხსენებათ სულ 27 ძიუდო სკოლა. ეს ვარჯიში არ არის ერთჯერადი და ყოველკვირეული სახე მიეცემა. დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ქვემო ქართლიდან დიდი ბირთვი გვეყოლება სამომავლოდ ნაკრებში. დღეს რუსთავში პირველად ჩატარდა ერთობლივი ვარჯიშები რეგიონის მასშტაბით. ანუ მთლიანი რეგიონის ძიუდო სექციის ბავშვები იყვნენ წარმოდგენილები. ავთანდილ ჭრიტიშვილის ხელმძღვანელობით. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ვარჯიში იყო. ეს იყო პირველად, ანუ დღეს ჩატარდა პირველად რამოდენიმე ასაკობრივი ჯგუფში და მიეცემა რა თქმა უნდა სისტემატიური ხასიათი ამ ყველაფერს. დღეს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტიდან ჩამოვედით ბავშვები ქალაქ რუსთავში. გავარჯიშეს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებმა და ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება განვითარებაში და წინსვლაში. ასევე რამდენიმე დღის წინ გავედი საქართველოს ჩემპიონატზე და დავიკავე მეორე საპრიზო ადგილი. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ორგანიზატორს და იმედია ეს მხოლოდ ერთი ვარჯიში არ იქნება და კიდევ განმეორდება. უნიკალური პროექტია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა რამოდენიმე თვეა სულ. ძალიან კარგი შედეგები დაიდო ამ მოკლე ხანში. დღეს პირველად ჩავატარეთ ქვემო ქართლის მასშტაბით გაერთიანებული ვარჯიში, რაც არაჩვეულებრივია ჩვენი მომავალი თაობისთვის და ახალგაზრდებისთვის და მინდა თითოეულ მათგანს წარმატება უსურვო. ქალაქ რუსთავში აშენდა ახალი ძიუდოს დარბაზი, სადაც დღეს თავი მოიყარა მთელი ქვემო ქართლის რაიონის დარბაზებიდან რჩეული ბავშვები იყვნენ მოსული, ჩავატარეთ შეხვედრები. ეს იყო არაოფიციალური შეჯიბრი, რომელიც დაეხმარება ამ ბავშვებს განვითარებაში. და მოხარული ვარ მე ამას რო უყურებ, ვინაიდან ესეთი პროექტები, როდესაც მე სპორტში ვიყავი, არ იყო სამწუხარო და ცოტა უფრო ჭირდა. ეხლა უკვე ყველაფრის საშუალება აქვს ამ ბავშვებს, თავარია იშრომონ, უფრო გაუმარტივდებათ იმ მწვერვალების დალაშქვრა, რისთვისაც ჩვენ ვართ აქ.